ბევრი ადამიანი წერს იანვარში გეგმებს, მაგრამ თებერვალში უკვე იმით გაცრუებული არის და ამას ხშირად სიზარმაცეს ვაბრალებ, მაგრამ სიზარმაცე აქ არაფერ შუაში არის, იმიტომ რომ გეგმები იწერება გონებით. ჩვენ ამ დროს არ ვითვალისწინებთ არც ჩვენი სხეულის რიტმს და არც ჩვენი ნერვული სისტემის მდგომარეობას. როდესაც იწყებ კვირის, თვის, კვარტალის ან წლის გეგმის წერას, პირველ რიგში საკუთარ თავს ეს სამი კითხვა უნდა დავსვა. პირველი, რეალურად ახლა სად ვდგავარ მე? მეორე, რა რესურსის მფლობელი ვარ? და მესამე, რომელი პატარა, მაგრამ რეალისტური ნაბიჯის გადადგმა შემიძლია ჩემი მიზნის მიმართულებით. ამ კვირაში სწორედ ამას ვსწავლობ, რომ ვისწავლოთ სტრუქტურა ძალადანების გარეშე. ხვალ ამას უკვე პრაქტიკაშიდაც გაჩვენებ გვადევნე თვალყური. გისურვებ სიხარულის და ბედნიერების ყოველდღიურ შეგრძნებას. სათნამ!